press არ ვნებდებით ნოლს ქუთა თურმზეც ვიცავთ გავიდანთ გოლს გავიდანთ გოლს არ დავწყვეთ გულს ერთ მუშტად შეკრულ ქუთა თურ გულს ქუთა თურ ხალხს ქუთა თურმზეს მხარში დაუდგეთ დღეს ერთმანეთს არ დავწყვეთ გულს დღეს ქართველებს მოგებას გპირდებით ქუთა თურებს ამოდის ახალი მზე იწყება ახალი დილა და დღეს რომ გავიმარჯვებთ მადლობას ვეთქვით ღმერთს დღეს რომ გავიმარჯვებთ მადლობას ვეთქვით ქუთა თურ ხალხს ქუთა თურ მზეს ხარში დავუდგეთ დღეს ერთმანეთს არ დავწყვეთ გულს დღეს ქართველებს მოგებას გპირდებით ქუთა თურებს და ქუთა თურ ხალხს ქუთა თურ მზეს ხარში დავუდგეთ დღეს ერთმანეთს არ დავწყვეთ გულს დღეს ქართველებს მოგებას გპირდებით ქუთა თურებს ახალი მზე იწყება ახალი დილა და დღეს რომ გავიმარჯვებთ მადლობას ვეთქვით ღმერთს დღეს რომ გავიმარჯვებთ მადლობას ვეთქვით ქუთა თურ ხალხს ქუთა თურ მზეს ხარში დავუდგეთ დღეს ერთმანეთს არ დავწყვეთ გულს დღეს ქართველებს მოგებას გპირდებით ქუთა თურებს და ქუთა თურ ხალხს ქუთა თურ მზეს ხარში დავუდგეთ დღეს ერთმანეთს არ დავწყვეთ გულს
დღეს ქართველებს მოგებას გმირდებით ქუთათურებს Наша игра была очень нервной. Конечно, мы рады, что взяли очередных 3 очка. Конечно, мы рады, что мы победили, но по содержанию игры я лично готовился увидеть иную игру. В 3 матчах мы изучили «Локомотив». Мы знали, что у них очень много основных игроков не будут принимать участие в сегодняшней игре. И построив игру на том, чтобы адаптироваться к слабым сторонам соперника и использовать наши сильные стороны, мы, конечно, по-другому строили игру. Но одно дело строить игру, другое дело ее играть. И должен сказать, что я очень нервничал и в первом, и во втором тайме. Вот, и несмотря на то, что рад, но думаю, что мы могли лучше сыграть. Тем не менее, победа есть победа. Я поздравляю своих игроков. Также желаю больших удач «Локомотиву», у которого растет хорошая смена. Вот, и надеюсь, что в следующих сезонах встречи «Торпедо» и «Локомотива» всегда будут радовать и хозяев, и руководителей клубов, и, конечно, публику.